მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით განსხვავებული გარემოდან ულამაზეს ადგილას ვართ, წალკის წყალსაცავზე. ჩამოვედით იმისთვის, რომ ვითევზაოთ სპინინგით, ხელოვნური სატყუარების გამოყენებით და ვეცადოთ, რომ დავიჭიროთ ქორჭილა. მოგეხსენებათ ალბათ, მაგრამ თუ არ მოგეხსენებათ, ჩემი ვიდეოდან გაიგებს ალბათ ბევრი, რომ წალკის წყალსაცავზე არის ქორჭილა, ესეთი თევზი, რომელიც არის მტაცებელი და შეგვიძლია ვითევზაოთ ხელოვნური სატყუარებით და ვეცადოთ, რომ მოვატყუოთ და დავიჭიროთ ესეთი შესანიშნავი კარგი ზომის ქორჭილები. როგორც ვიცი, გადმოცემით საკმაოდ კარგი ზომები ყავს ამ წყალსაცავს. რაც შეეხება ჩვენს აღჭურვილობას, დღეს მე ვითევზავებ ფეივორიტის იმპულსით 2.8 გრამამდე ესეთი ტესტი გვაქვს. რა თქმა უნდა, დაივას ბრენდის კოჭით 2000-იანი ეს არის რეგალი, ახალი ვერსია არის გამოსული და საკმაოდ კარგი მოდელი არის. წნული გვექნება დიეზი 0.3 გამოყენებული, აუცილებლად ფლუოროკარბონის სადავე, რომელიც სიგრძეში 50 სანტიმეტრია და მილიმეტრობაში 0.16. გამოვიყენებთ დღეს სტანდარტულ ჩებურაშკას იმძიმეს, მაგრამ ვოლფრამს აუცილებლად, იმიტომ რომ ვოლფრამი სტანდარტულ ტყუიასთან შედარებით უფრო პატარა არის ზომაში და თან კაკუნის ხმა აქვს ფსკერზე, სადაც აი ესეთი ქოები არის განსაკუთრებით. და თავისთავად კარაბინზე გვაქვს წამოცმული თავის ნემსკავსთან ერთად. ეს იქნება ოფსეტური, რომელიც გამოდების საწინააღმდეგო ნემსკავია, ადვილად არ გამოვიდება, იმედი მაქვს. რაც შეეხება სატყუარებს, გამოვიყენებთ საქართველოში ახალი ბრენდით, ეს არის Trixbait, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელი არის ონლაინ მაღაზია Energy Fish G. სხვადასხვა ვერსიები გვაქვს, სხვადასხვა დიზაინის მოდელები, სხვადასხვა ფერებში, სხვადასხვა ზომებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ავარჩევთ ერთ-ერთი ვარიანტი. ეს სატყუარები არის არომატული ვერსიები, სპეციალური ესე ვთქვათ შემადგენლობა არის საიდუმლო, რომელთაც არის გაჟღენთილი ეს სილიკონები, შესაბამისად თევზს რა თქმა უნდა ძალიან მოსწონს ასეთი ტიპის სატყუარები განსაკუთრებით პასიურ პერიოდში. ნახოთ აბა რა გამოგვივა თევზი რამდენად იაქტიურებს, შეძლებ თუ არა მოძიებას, იმიტომ რომ სპინინგი არის ესე ვთქვათ მუდმივად ძიება სხვადასხვა ადგილების აქტიური თევზის და ასე შემდეგ ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება მოგვიწევს. დავიწყოთ ესეთი სატყუარით. ეს არის აირი, ესეთი მოდელი, ლიფსიტას წააგავს ვიზუალურად. ფერი არის motor oil-ი, საკმაოდ კარგი არომატი აქვს და ნახოთ აბა რა გამოგვივა. პირველი გასროლა ყოველთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. 5 გრამი მაქვს მე ვოლფრამი დაყენებული. საკმაოდ ღრმა არის ეს ადგილი, როგორც ვიცი, შესაბამისად გავისროლოთ შორი ახლოს. დაახლოებით 20-დან 25 მეტრამდე დავფარეთ დისტანცია. ველოდებით რომ ჩავარდეს ფსკერზე. როგორც კი ჩავარდება ფსკერზე, შემდეგ დავიწყებთ სატყუარის ანიმაციას. თავიდან ვეცდები რომ გავატარო აქტიურად, დიდი წამოხტუნებები გავუკეთოთ სატყუარას, თუ იქნება აქტიურობა, ხომ ძალიან კარგი, არ მოგვიწევს რაღაც დელიკატური გატარება. თუ არ იქნება, ასე ვთქვათ, აქტიურ გატარებაზე ჩარტყმები, ამ შემთხვევაში გადავდივართ პასიურ გატარებაზე. მაქსიმალურად დელიკატური, დაბალი წონებით და პატარა სატყუარებით. აბა ნახოთ რა გამოგვივა. ჩავიდა ფსკერზე. ახლა გავასწოროთ. გავატაროთ წამოხტუნება. პაუზა ძალიან პატარას უკეთებ, სადღაც 2 წამი ალბათ რო დავარდება. წამოხტუნებები გავუკეთოთ და ისე გამოვატაროთ. იმედია რომ ჩარტყმა გვექნება. საკმაოდ დიდი ტერიტორია არის წალკის წყალსაცავი. რთული არის ზოგადად ასეთ ზომის წყალსაცავებზე აქტიური თევზის პოვნა. თუ რა თქმა უნდა, ესეთი სეზონი არ არის განსაკუთრებულად აქტიური, როდესაც არის. ახლა ჯერ მაინც მაისის ბოლო არის და არ ვიცი წალკაში ამ პერიოდში აქტიურობს თუ არა, საერთოდ პირველად ვარ ქორჭილაზე სათევზაოდ, შესაბამისად, ჩემთვისაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს დღევანდელ თევზაობას. აქტიური გატარებით მოგვაქვს სატყუარა. კი ბატონო, დაეცა. როგორც კი დაეცემა, ჩვენი წნული მუცელს იკეთებს, შესაბამისად ხვდები რომ ფსკერზე არის მისული და ისევ გატარებას ვაკეთებ. ესე თითო წამოხტუნებით მოდის სატყუარა.
რუსიკი გადასაგდები. აღარ გაირეცხება. დავსვით შვენიერი ზომა. ნორმალური ზომა. შვენიერს ვერ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ. კი. კაი ზომები მო. კი, საკმაოდ კარგი ზომის ქორჭილაა სხვადასხვის. სტანდარტული ქორჭილა, აი ესეთი შვენიერი. სატყუარა მოეწონა, რაც ძალიან კარგია. საკმაოდ კარგი ნემსკავია და ძლევს ვიღებ პირიდან. აი ესეთი. აუშვით. დავსვით. საკმაოდ ესეთი სტანდარტული ნორმალური ზომა. აი ესეთი ქორჭილებს. ოჰო, რას ასხავს? გატარებაზე, ხო? ხო, საკმაოდ სწრაფტარებაზე. ესეთი ქორჭილებს. უი, ნახე რა შევ. გაზდის. გაუშვათ აუცილებლად არ გვჭირდება ჩვენ ხთებს და გავაგზავნოთ თევზაობა. აუ რა გა. დავით. ვფიქრობ, რომ 5 გრამი ბევრი აქვს. მართალია უფრო მალე ჩადის, მაგრამ 2 გრამი იქნება. დავსვით კიდე ერთი ქორჭილა. ოჰ, ქვაში არ შევიდეს. აჰა. ესე ჩენი 3. ესეთი კაი ქორჭილა დავიჭირეთ. დიახ, დაგეწიეთ. აჰა, ესეთი შვენიერი, ესეც სატყუარას. გავუშვოთ. მეგობრებო, ახლა დავაყენე ესეთი სატყუარა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ცნობილი მოდელი, ფანატიკის ბრენდის პავუკი, იგივე ობობა ქართულად. ესეც ძრავის ზეთისფერი. და ნახოთ რა იქნება. ეს ზოგადად არის ძალიან მაგარი სატყუარა, აი განსაკუთრებით როცა პასიური არის თევზი, იმიტომ რომ მოტივტივე სატყუარაა, როდესაც ფსკერზე დაეცემა, ფეხები რაც არის წამოწევს ფეხებს და წყლის ქვევით არის შესაბამისი დინება, წყალს დინება აქვს ფსკერზეც და აი დინების შესაბამისად საკმაოდ კარგად ისე მიმზიდველად თამაშობს თევზისთვის. ამიტომ ნახოთ ეს სატყუარა რამდენად გაამართლებს წალკის წყალსაცავზე. ნახოთ. დავიწყებ და იმით. კარგია ესე. ეგ შეიძლება. დავსვით. კარგი ზომის ქორჭილა მოვთხოვთ. მოდი აქა. არის. ფანატიკის პაუზე არის. შეთი ქორჭილა არის. ამას დავიტოვებ. არის დაჭდა. ესეც არ ჩავთვალო? დავსვით კიდე ერთი ქორჭილა. ეს უკვე ნორმალური სტანდარტული ზომა უნდა იყოს. კი ბატონო. შვენიერი ზომის თევზია. ესეთი ქორჭილივსი. ამჯერად ისევ ფანატიკის პავუგზე, მაგრამ ფერი არის 007. ესეთი მოლურჯო, მუქია სამისფერი, არ ვიცი როგორც გინდათ ისე დავაქვით. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული ფერი. ესეთი ქორჭილა. არის. დაჭდა ქორჭილივსი. აჰა. ეს ჩასასვლელი ზომაა, ძმაო. ოკაი, ამასაც არ ჩავითვლ ჯანდაბას.
გამიწყვიტა მეც ბიჭო. ხადაო. ჩემი რა კაი ზომა იყო. დაჯდა, ოპა. კორჩილიუს. ესეც მეშვიდე. შვენიერი. ისევ 007 ფერზე. დაჯდა. არ არის პატარა. ძმა ეს ჩათვალდი ზომა. კაი ზომა დაჯდა. არ გაწყდეს თავარი. კარგი ზომის არის. ოჰოჰო. ქვებში არ უნდა შეუშვათ რომ არ გაწყიტოს. კარგია. კარგი ქორჭილა არის. ნამდვილად კარგი ქორჭილა. რაც კარგია, კარგია. ესეთი ზომის ქორჭილები ნამდვილად კარგია. ამას დავიტოვებ. შევწავ გემრიელად. მეგობრებო, 12 საათი შესულდა. ესე იგი, საკმაოდ ბევრი თევზი დავიჭირეთ რეალურად. უბრალოდ უმეტესობა იყო პატარა ზომები, დაახლოებით 10 ცალამდე დავიჭირე სტანდარტული საშუალო ზომა და 1-2 ცალი შედარებით მოზრდილი. საერთოდ ჯამში ვფიქრობ, რომ მაინც ნორმალური იყო პირველი გამოსვლა. რა თქმა უნდა, დიდია წყალსაცავი და უკეთესი იქნება თუ ხშირად ჩამოვათ, რომ გავტესტოთ ესე რომ ვთქვა სხვადასხვა ადგილები, იმიტომ რომ კვლევა ჭირდება ასე რომ ვთქვათ ეს ნებისმიერ ახალ წყალსაცავს, ახალ ადგილს იმისთვის რომ რეალურად იცოდე რომელ ტერიტორიაზე რა ზომის თევზი უფრო მოძრაობს. იმედი მაქვს დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ და დაალაიქებთ, აუცილებლად უნდა მოგიწოდოთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, ზარზღლაკიც გააქტიუროთ და დღევანდელი ვიდეო აუცილებლად დაალაიქოთ. მინდა გაჩვენოთ ის ატყუარა რომელმაც ყველაზე მაგრად იმუშავა დღეს ჩემთვის კონკრეტულად. ეს იყო ფანატიკის ბრენდის პავუკი, ანუ იგი ობობა 007 ფერში. ყველაზე მეტი თევზი აი ამ სატყუარაზე დავიჭრე. ეს არის ჩემთვის დღეს ფავორიტი მოდელი. ნუ სხვა სატყუარებმაც ასე თუ ისე დაიჭირა თევზი. იგივე პავუკმა დაიჭირა მაგალითად ესეთი 022 ფერში გვაქვს რამდენიმე ვერსია. ნუ ცვლიდი ეტაპობრივად, თუმცა ყველაზე კარგი მაინც დღეს იყო 007 ფერი. ფანატიკის პავუკი. ასევე ტრიქსბეიტის ბევრი სატყუარა გავტესტე, რომლებზეც ბიჭებმაც იჭირეს თევზი, მაგრამ ფავორიტი კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პავუკი 1.5 ინჩი 007 ფერი. გისურვებთ ყველას წარმატებას, შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა დროებით.